გამარჯობა ლუკა განჯელაშვილი თბილისიდან თქვენი სახელი? ია. კარგით, მაშინ ერთ ლექს მოგიწყვნით, მცირე ლექს. ცოტა თვალებს აგიხელ, შენ შეგით რომ სხვა არ ამყავს, გავბედავ და გაგიმხელ. კაპიკია კაპიკებულა, საკაპიკეში ჩაკაპიკებულა. პროფესიით მსახიობი დავამთავრე საერთაშორისო კინოაკადემია. თამაშობის სპექტაკლებში მთავარი როლი მქონდა სიყვარული ნარკოტიკის სანაცვლოდ. სად თამაშეთ? არ მივიღო, თქვენ ეწევით თამბაქოს? არა, მე არ ვარ თამბაქოს მომხმარე. კარგი. 16 წლის ხარ თუ უფრო ბევრი? 19 წლის ვარ. 16 წლის ხედვა მაქვს შენ. დახატე ქალი, მხოლოდ მარტო უმამაკაცი. დახატე ქალი, დაარქვიანა. ლამაზ გოგო. მადლობა. შეიძლება ერთი ლექსი მოგიწვიოთ. სუპატარა. შეიძლება? ნინა, ნინა, ჩემო ნინა, გათხოვება ხომ არ გინდა, გათხოვება რომ მინდოდეს, შენი თქვა მე რა გინდა. შენ არა გაქვს მეფის გვარი, თაფარფატა თოლია, მაშ თვალებით ამარხანის, როგორ გამოკვდია. Bravo! Colega! Bravo! გამარჯობა რუსკა. პირდაპირ მაგით დავიწყებ, რომ ჩემი კოლეგა ხარ და მიხარია შენ რო ხარ ჟიურის წევრად. ძალიან დიდი მადლობა. მსახიობი ბრძანდებით, ბატონო. თქვენი სახელი გითხარით. ლუკა განჯელაშვილი თბილისიდან. ძალიან სასიამოვნოა, ბატონო ლუკა. გამარჯობა რა თქმა უნდა ყველა ჟიურის წევრებს. გოგოლაძე. მე გეტყვი რა განსხვავებაა ჩვენსა და თქვენ შორის და რითი გჯობი ვართ ჩვენ თქვენ. ჯერ ერთი, იმით გჯობი ვარ რომ დევდარიანი. მეორე, შესავით მაიმუნი არა ვარ და თქვენ რა საკეთებთ? შენ საქმეში გასულ გვარამიძეს 1 მილიონი მანეთი ფული მიწაში უპოვეს ხის ძირში დამარხული. მე მგონი ამ სცენარია. შენც გაქვს ფული დამარხული და თუ მოკვდი, შენი შვილები ვერასოდეს ვერ იპოვიან იმ ფულს. მერე მოვლენ და შიგსაფლავში შეგაფუთხებენ. რატომ კაცო, რატომ? იმიტომ რომ შენ დამპალი თესლის ნაყოფი ხარ. ჟიური და შენ. ქაშვეჩი მისულიყავი ერთი სანთელი მაინც აგენტო. იმის სამადოდ რომ დადიხარ და ფეხქვეშ მიწა არ გენგრევა. მიწაში როგორ მარხავთ ფულს თქვენი პარაზიტი დედავა. მაინც რისთვის და ვისთვის გინდათ ამდენი ფული? შპალიერად ვინ იქნება? შვილებისთვის, იმან შვილებისთვის. ვიცი შვილებისთვის. კარგ ქართველებად ხდია რა, ინტელიგენტებად. ინგლისურს ასწავლე, მუსიკას ასწავლე, ცეკვას ასწავლე. ერთი აგარაკი მთაში, ერთი ბარში, ერთი ზღვაზე. მანქანა სამსახური დიპლომი თბილისში წახვი. თვითონ არაფერი არ გააკეთოს. ხელის გასანძრევს არ უტოვებ ვის უნდა ეგეთი იმპოტენტი შვილი. მერე ტიგრანასი გიკვირს კაცი მოკლა თუმრიცათვის. ტიგრანამ ერთი კაცი მოკლა და პასუხსაც აგებს. შენ 1000 კაცსა კლავ, უსისხლოდ, ფერებით, კოცნით, აღჭობ, გუდავ და პასუხს გებაც არ გინდა. ოთახის დალაგება არ გინდა. პარაშის გატანა არ გინდა. ახლა ჩამოდი და იმ პარაშაში თავით უნდა ჩაგაყუდო და ჩემი ხელი. დაასრულეთ? დავასრულე. Oops, I did it again. დიდი მადლობა. ნახვამდის. რა ნახომის კაცო მოიცა? ეს ყველაფერი იყო ცუდი ჩემი აზრით. გასაგებია. მე არ მომეწონა ეს ყველაფერი. რა თქმა უნდა, გემოვნებაზე არ დაობენ ნიკა და ჩემი სიტყვა თქვი და ახლა ვისაც მოეწონება და ვისაც გასაგებია. თუმცა მინდა გითხრათ კომპლიმენტი, რომ საკმაოდ საინტერესო ტიპაჟი ბრძანდებით და მგონია რომ თუ იმუშავებთ თქვენ თავზე ძალიან საინტერესო რაღაც შეიძლება გავაკეთოთ. სახეობად. როგორ? სად მუშაობ სახეობად? არ მუშაობ. არ მუშაობ? მუშაობ. ისე განათლებით მსახიობი ხარ? საერთაშორისო კინოაკადემია დავამთავრე. სად? Typically me.
თბილისში. თბილისში? დიახ. გასაგებია. კარგით, მადლობთ. მე რამდენადაც მესმის თქვენ ვერ გადახვედი ჩემ გასაგებია რა. წარმატებები გისურვებთ. დიდი მადლობა. დიდი მადლობა რომ მოხვედით. მადლობა. Oops, I did it again to your heart. Got lost in this game of რატომ მოხდა შენი აზრით? რა არ მოეწონა? ანუ ვიცი. მაგაზე ახლა ვერაფერს ვერ თავისი გემოვნება აქვს და თან გადაწყობს. ახლა შევეცადოთ. რა, ჩვენ წარმატებას გისურვებ. აბა, კარგი. საერთაშორისო რა, კინო საერთაშორისო აკადემია. კინო აკადემია. სად არის საერთაშორისო კინო აკადემია? ასე რა ვარ. რაღაცნაირი უცნაური პერსონაჟი იყო ძალიან. I'm not that innocent. ნახვამდის კარგი ზანდება.